მოვამზადოთ ჭარხლის სალათი, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელ დღეს, წითელ პარასკევს. 2 კილოგრამი ჭარხალი მოვხარშე, დავწქვენი, დავჭერი ფიგურული საჭრელით და დავამატე 2 თავი გვალად დაჭრილი ხახვი. დავამატე ასევე ნედლი ქინძი 1 კონა, რომელშიც შერეულია ხმელი პიტნა, დაფქვილი პიტნა, რომელიც ძალიან უხდება და საოცარ გემოს აძლევს ამ სალათს. ასევე დავამატე 2 სუფრის კოზი შაქარი, 1 სუფრის კოზი დანაყილი ნიორი, დავასხი თეთრი ღვინის ძმარი სურვილის მიხედვით, დავამატე მარილი, დავასხი ასევე სახლში მომზადებული ტყემლის საწებელი. ამოურიოთ კარგად და დავდგათ რამდენიმე ხნით, რათა ერთმანეთს კარგად გაუჯდეს გემოები, გაუჯდეს მარილი, ასევე შაქარი, რომელსაც იმიტომ ვამატებ, რომ ტყემალი სჭირდება და ტყემლის სიმჟავე გაანეიტრალოს და ასევე აძლევს სასიამოვნო მოტკბო გემოს. ვამატებ ისევ ტყემალს, რაც ბევრი აქვს, უფრო გემრიელია. ტყემალი არ უნდა იყოს ზედმეტად მჟავე. ნებისმიერ დროს ვამზადებ ამ სალათს, მაგრამ დღევანდელ დღეს წითელ პარასკევს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად ვამზადებ და განსაკუთრებულად გემრიელია. სურვილის ამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ შავი პირპილი დაფქვილი, თუმცა პირპილის გარეშეც შეიძლება. ვამზადეთ და გემრიელად მიირთვით. თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი
დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, მაინტერესებს კომენტარებში დაწერეთ თქვენ თვითონ როგორ ამზადებთ ამ სალატს. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ გემრიელობამდე.